მოგესალმებით სამცხე ჯავახეთის კარიბჭიდან. შემოიარეთ ახალდაბა დღეს თამთასთან ერთად. გამომყევით. პირველი სადაც დღეს შევალეს იქნება მედია კაფე ლუტრეზი. აგიმხელთ რომ დღეს მე მარტო არ ვიქნები ამ ვიდეოში, რადგან ჩემთან ერთად ბლოგს გააკეთებენ ახალდაბის ვარსკვლავი ბავშვები. მათთან ერთად შევეცდები გაჩვენოთ ყველა ეს ადგილი, რომელიც არიცით, შეიძლება თვითონ ახალდაბაზე ბევრი გსმენიათ, მაგრამ ეს ადგილები ჯერ არ გინახავთ. წავედით. ელოდებიან უკვე ბავშვები და ლუტრეზის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ნატო, რომელიც თვითონ გაგვაცნობს მისი საოჯახო სასტუმროს შესახებ, ცოტას დავათვალიერებ. ასევე ცოტას მედია კაფის შესახებაც გვიამბობს. ნატო, გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ გასტუმრეთ. მოგვიყევით თქვენი კაფის შესახებ და ასევე საოჯახო სასტუმროსაც დავათვალიერებ, ძალიან გახარდა. გენაცვალე. მოკლედ, ჩვენი საოჯახო სასტუმრო ლუტრეზი და მედია კაფე არსებობს 2017 წლიდან. მსახურებით როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ქართველ დამსვენებლებს უფრო ოჯახებით ვსტუმრობენ, იმიტომ რომ ახალდაბა უნიკალურია თავისი ჰავით, ასე ვთქვათ, და ძალიან კარგი არის ბავშვებისთვის. გარდა ამისა, გარდა სასტუმროსა, ჩვენ გვაქვს აქტიური საქმიანობა ახალგაზრდა მედია კაფეში, სადაც ვცდილობთ სხვადასხვა შესაძლებლობები მივცეთ ახალგაზრდებს, ვთქვათ, კონდეს სხვადასხვა ტრენინგები, შეხვედრები ცნობილ კარგ ადამიანებთან, ექსკურსიები და ასე შემდეგ. სიახლე გითხრათ, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბორჯომის მერის ხელმძღვანელობით, ბატონო თარ არბოლიშვილის ხელმძღვანელობით დაგუფინანსა ახალი პროექტი და სულ მალე გვექნება ასევე ინგლისურის კლუბი, თექაზე მუშაობა, მულტიმედია ჟურნალისტიკის კლუბი და ასე შემდეგ. ცნობილი ხილის ქურდი რო ვარ. ხოლმე ნატო. აქ ერთად ვუყურებთ ხოლმე სხვადასხვა ფილმებს, სპორტულ გადაცემებს. ეს ფეხბურთი აქ იყო, აქ უყურეს? აქ ვიკრიბებით. ნაწილი იქეთაც შიგნით დახურულ სივრცეში, ნაწილი აქ. აჰა, შვენიერი. ეს თონე რო აქ? თონე მსახურებით გენაცვალე კულინარიულ მასტერკლასებს ვაკეთებ ხოლმე. ხავაკრა პური. ჩაგაკრევინებ. მომზადებულია იმისთვის, რომ ცაცხვი დაიმოწოს. ის ახლა რომ ვფიქრდები ნანისთვის, ანუ ბავშვი რო ჩამოვიყვანო და დავასვენო, იდეალური გარემოა. როგორ ყოფილი, ლამაზად მოწყობილი. აქეთ ტურისტ დამსვენებლები არიან და ამიტომ არ შევალ და ოთახებში არ შევაწუხებ, მაგრამ ისეთი კომფორტული კუსკუსა საყვარელი სივრცეა. ყველაფერია, ესე იგი, აქ დაისვენებ, ჰაერზე გახვალ. მოდი კაფეც ვნახოთ, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ეს არის ჯერჯერობით ახალდაბაში ერთადერთი კაფე, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მოვიდნენ სასიამოვნო გარემოში, ერთად ყოფნით დადგმდნენ და კარგი საყომები გაატარონ. ესეც ის კაფე, სადაც ამ ვარსკვლავ ბავშვებთან ჩავატარე ტრენინგები, დაყიდვადი კონტენტის შესახებ და მოდი ვნახოთ, როგორი კარგი სივრცეა. არა მხოლოდ კაფე, არამედ აი სასწავლო მიმართულებითაც ძალიან აქტიურად არის დატვირთული ლუტრეზი. მოკლედ, ნატო, ამაზეც მინდა რომ ისაუბრო. მოკლედ, ეს არის ჩვენი პატარა სივრცე, სადაც ახალგაზრდებისთვის ყოველთვის ღია არის შესაძლებლობა რომ მოვიდნენ, ინტერნეტით ისარგებლონ, წიგნები წაიკითხონ, ჰამაკში დაისვენონ, ეზოში, ტრენინგებს დაესწრონ. და რა ვიცი, ძალიან გარდა სკოლის გარდა ფაქტობრივად სოფელში, დაბაში სამწუხაროდ არანაირი გასართობი სივრცე არ არსებობს. კულტურულ შემეცნებითი კუთხითაც არანაირი სივრცე არ არის და ამიტომ ახალგაზრდებისთვის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ვაკეთებ. მე ერთ-ერთი წარმომადგენელი გავხდავართ ტრენერების და მქონდა ბედნიერება, რომ ამ არაჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად არაჩვეულებრივ სივრცეში საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგიანი, რაც მთავარია, ტრენინგები ჩამეტარებინა. ბავშვებო, შემოივლით ახალდაბას თამთასთან ერთად. სად მიდიხართ, მეგობრებო? თამარი ჯვარზე.
ციხეც არის ნანგრევები რა თქმა უნდა. აი აქედან იწყება ჩვენი მოგზაურობა ახალდაბაში. მივდივართ თამარის ციხეზე. აბა, ბავშვებო, როგორ განწყობაზე ხართ? წავედით. ანუ წინ რომ მივდივარ, ეგ არის სასაცილო, რომ რეალურად თქვენ უნდა მიდიოდეთ რომ გზამაჩვენოთ და მე გავრვივარ წინ. ამ ფეხზე მაცვია ღია ფეხსაცმელი და ჭინჭრებში ვისუცხები, მაგრამ ღირს. ზოგადად, როგორც ცნობილია, სამცხე-ჯავახეთი და ბორჯომის ხეობა წიწვოვანი ტყეებით, აქ ცოტა განსხვავებულ გარემოს ხვდებით, რადგან არის არა მხოლოდ წიწვოვანი ტყე, არამედ ფოთლოვანით შერეულია და თან დასავლეთიდან ზღვის ჰავაც მოდის აქამდე. ამიტომ განსაკუთრებით ურჩევენ ხოლმე ახალშობილების მშობლებს, ოჯახებს, რომ ბავშვები დაასვენონ ახალდაბის კურორტზე. თან არც ძალიან მაღალმთიანი რეგიონი არ არის, განსხვავებით ბორჯომის და ბაკურიანის მთებისგან. ეხლა გავაცნობიერე, რომ წმინდა თამარის ციხეზე ავდივარ. ჩემი მფარველი ანგელოზის. ძალიან მიხარია, ორმაგად მიხარია ეხლა. კაკგზა გასაყარზე მოხვდით და ბავშვებმა და მეც ლოგიკურად ვიმშელეთ და ზევით უნდა ავიდეთ, ასე რომ იმ ბილიქს მიუყვებით, რომელსაც მივყავართ ზევით. მოვედით მეორე მინიშნებამდე 800 მეტრი დაგჭა თამარის ციხემდე. გოგოები როგორ ხართ? ერთადერთი დაბრკოლება არის ის, რომ აი ძალიან ცხელა. თორემ რომ თქვა, რომ ძალიან რთული სასიარულო გზა, რთული გზა არ არის, უბრალოდ ძალიან ცხელა, მაგრამ ეს სილამაზე ნახეთ რა. სულ არ დავიღალეთ. საერთოდ არ ცხელა არა. და ესე ვოგის ჟურნალებიდან გადმოვიდით. პირდაპირ. ცოტა გადავრჩა. თავარია სწორი მიმართულებით მივდივართ. ერთგან გზის მაჩვენებელი მოტეხილი იყო და მათ ცოტა შემეშინდა, რადგან აქ მარტო არ ვარ და ჩემთან ერთად ბავშვებიც არიან და თავისთავად პასუხისმგებლობა, მაგრამ სულ მალე მეორე მაჩვენებელს დავინახეთ და სწორად მოვდივართ. წავედით ბავშვებო. წავედით. ფემილიანი სახეები ხარ ვიღნებით. ესე რომ დავდივართ და სიარულის მედიტაცია ხარ მაგას რა, როდესაც ხარ უნდა იფიქრო იმაზე, რაც გინდა, რაც მიზანი გაქვს თქვათ. ეხლა ჩვენ რომ დავდივართ და თან ჩამოვთვალეთ, რაზე ვოცნებობთ ყველა მხოლოდ თქვით ამ აღმართზე სიარულის დროს თან რა ენერგიას უშვებთ, თან ესეთ ბუნებაში, მზეში. თან მივდივარ ძალიან მაგარ ადგილას, ხო? როცა ესეთ დროს საუბრობ იმაზე, რაზეც ოცნებობ, ანუ თითქოს ხორცს ხავ ენერგიას აძლევა მოცნებას და ვიცი რომ ყველას აგვისრულდება ეს ჩვენი ოცნებები. ეხლა რა იყო ხოლმე 90-იანების დროს ძირითადად გახდებოდა. დღევანდელობიდან რო ვუყურებ ამას, რომ დღევანდელი ახალგაზრდები როგორ ძალიან სხვანაირად ცხოვრობთ რა. ანუ უფრო მეტი სწავლა გიდათ ხა თქვენი ბიზნესები თქვით რომ გინდათ გქონდეთ იქ რაღაცა დიზაინერობაზე ოცნებობთ, იქ ამერიკაში ცხოვრებაზე. ყოველთვის ჯობს რომ ხალმა დაიმკვიდროს თავის საქმიანობაში, ზუსტად იცოდეს რა უნდა, უკვე ჩამოყალიბდეს, პიროვნულად გაიზარდოს, მარტო ფინანსურად კი არა, ანუ პიროვნულად მყარი გოგოები რო იყოთ რა, იმ ასაკში რო იყოთ და იმ ოჯახის შექმნას არაფერი არ უდგას წინ. ხო, ძალიან
მოვედით, მოვაღწიეთ ამ სიცხეში. თამარის ციხეზე ვართ. ნინი, იქით აჩვენე ჯვარით ციხეც მოდი. თამარის ციხე მდებარეობს დასახლებიდან 300 მეტრის სიმაღლეზე და მთელი დასახლება, მთელი დაბა ხელის გულზე ჩანს. ულამაზესი ხედები იშლება აქედან. ეხლა რომ ამოვდიოდი, ვიძახდი რომ იმხელა სიმაღლეზე ვარ, რომ ჩემი სიმაღლის შიშის დაძლევა მე მგონი დღეიდან დაიწყო. ჩამოვედით თამარის ციხიდან, მოქანცულ მოღლილები, ხიფაც გადარჩენილები, ხანსა დავსრიალდით და ხანსა. შემდეგი ლოკაცია რა არის? ნინი, სად მივდივართ? ეხლა ჩვენ მივდივართ ეზოში, რომელშიც დგას ორი ტაძარი, ერთი ღვთისმშობლის და მეორე წმინდა გიორგის და ეხლა ერთად მოვინახულებთ. მოვილოცავთ და ამ ტაძრიდანაც ჩავწერთ ვიდეოებს. წყალი რაც ქონდა გზაში აგვიდუღდა თუ რამე დაგვრჩა. და გოგოები არსებენ ეხლა ციუციუ. წყალს ახალდაბის ჭიდან. როგორი ხის ჭაა ძველებური. ახალდაბის ცენტრში ეზოში, როგორც ვიცი, არის 3 ეკლესია, რომელი არ ვიცი, ერთი უნდა იყოს ღვთისმშობლის ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია და თუ არ ვცდები 1901 წელს აგებულია იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, რომელიც ახლა არის მოქმედი. გუშინ მეგობარს შევეკითხე, ახალდაბაში რამდენი ტაძარია თქო და მასწავლებელმა ერთხელ გითხრა, რომ 29 ტაძარი არისო, თუმცა დღეს ვკითხულობდი მიხეილ ზედელაშვილის წიგნს ახალდაბაზე, მცირე ინფორმაციას გავეცანი და იქ ამოვიკითხე, რომ 17 ტაძარი ყოფილა. რაც არ უნდა იყოს ამ პატარა დაბისთვის, ნამდვილად დიდი რაოდენობაა ტაძრების. ტაძრები არის უკვე დაკეტილი და მოლოცვა ვეღარ შევძელით. ნინი, ეს წმინდა გიორგია? ეკლესიის შორის არის ძველი ნაგებობის ნაშთები და ვარაუდობენ, რომ ეს იყო წყალსაცავის შენობა, საიდანაც წყარის მისმელებით მიეწოდებოდა თამარის ციხეს. ანუ აქედან ახლა ჩვენ რო ვიყავით იქ 300 მეტრის სიმაღლეზე, აქედან მიეწოდებოდა წყალი? თიხის მილებით მიეწოდებოდა წყალი. წარმოუდგენელია. ცოტა წარმოუდგენელია, ხო? კი, არის ასევე ცოტა ქვევით ტაძარი იოანე ნათლისმცემლის, რომელიც ეხლა არის მოქმედი და აღევლინება წირვა-ლოცვა და ჩვენი ტაძრის დამძღოლია მამა ივი. ცოტას ახლა ჩვენ დავისვენებთ. აქედან მივდივართ ჯერ ლუტრეში. ყავის შესვენებას გავაკეთებთ, შემდეგ უკვე ვნახავთ გოგირდის აბანოებს და მე აუცილებლად მინდა 1-2 საოჯახო ბიზნესიც გაჩვენოთ. ერთ-ერთი არის ტრადიციული ბებოსეული რეცეპტებით სუნელებს ამზადებს ქალბატონი ნინო და მეორე თამოს საკონდიტრო, საოჯახო საკონდიტრო აქვს და უგემრიელესი ნამზადი აქვს, გასინჯული მაქვს მისი პასკა წელს აღდგომაზე. ასე რომ ძალიან საინტერესო ადამიანებს საოჯახო ბიზნესებსაც გავიცნობთ და თან ასევე გოგირდის აბანოებსაც მოვინახულობთ, რომელიც მოქმედია, ხო? კი. ფუნქციონირებს ახლაც. ვედით გოგირდის აბანოებში. ნახეთ. შევიდეთ ახლა შიგნით. ეს გოგირდის აბანოები, როგორც ვიცი, არის უძველესი, ხო? და 3 წელია, რაც აქტიურად ფუნქციონირებს. სასარგებლოა სახსრებისთვის, თმის ცვენისთვის, სხვადასხვა კანის დაავადებებისთვის, ფლოვანი სისტემისთვის ასევე ხო. ასე რომ აქ დამსვენებელ ადამიანს, ვინც ახალდაბაში ჩამოვა და დაისვენებს, ექნება იმის ფუფუნებაც, რომ მიიღოს სასარგებლო სამკურნალო გამოჯანსაღებელი გოგირდის აბაზანები. მე არ რჩევი ხა დღეს და არ მაქვს ამის ფუფუნება. მარცო. სამკარგი იქნება. ხო. თან თავისი სუნი
გიბსინავს აქეთან რომ მიდიხარ მე აი რაღაცნაირი სხვანაირია ხო, სპეციფიური სუნი აქვს გოგლის იმას წყალს ზოგადად კი. საინტერესო. თან რამდენი ის არის საკმაოდ გამართულად ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რომ შეგნით შევედით, ძალიან ბევრი განყოფილებაა და მოგერ პატარა ხმაც ისმის. აშკარად აღარ უნდა ბანაობო. ეხლა მოვედით ნინო დეკანოიძესთან, რომელსაც აქვს საოჯახო სუნელები და აჯიკები. აწარმოებს თვითონ და როგორც მე ვიცი, ნინო აწარმოებს ბებოს რეცეპტით, ტრადიციული რეცეპტით. ნინო, პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ გვიმასპინძლე. მე ვთვლი რომ დაბისთვის აუცილებელია მცირე მეწარმეობა და ადამიანებს რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაღაცა თავისი პატარა მცირე ბიზნესი გარდა იმ სამსახურისა, სადაც მუშაობენ. მით უმეტეს თუ ცოდნა და გამოცდილება უწყობთ ხელს და ძალიან მიხარია რომ შენ ესეთი კარგი საქმე გაქვს წამოწყებული, რასაც ქვია სუნელების და აჯიკის წარმოება შინაურული, რაც თავარია და ტრადიციული ბებოსეული რეცეპტებით და მოდი მოგვიყევი, რატომ მოგინდა რომ გაგეკეთებინა ზოგადად, რა იყო შენი ჩანაფიქრი და თუ განახორციელე და თუ ისე მიდის ყველაფერი, როგორც თავიდან ჩაიფიქრე. დიდ მადლობას მოგიხდით რომ დაინტერესდით და მეწვიეთ, ძალიან მიხარია. ჩემი მთავარი ჩანაფიქრი რა იყო? ნუ თავიდან ოჯახისთვის ვამზადებდი, მეზობლებს გავასინჯებდი ნათესავებს ჩემი ნაწარმი და ნენელა გავაფართოვე, შეფუთვაც ნენელა მინდა რომ დავხვეწო უფრო, რაცა ჩემეული მინდა გავუკეთო და ნენელა წინ მივიწევ. იცი რა მაინტერესებს ნინო, გარდა აჯიკებისა კიდევ რა გაქვს? ყველანაირი სუნელი. ეხლა მე და ბავშვებმა უნდა დავაგემოვნოთ ეს აჯიკები. და ბევრი თუ ცოტა. მოკვდები თუ დავრჩები. როგორი ცხარეა. გემრიელესია. მინდა გიშდები ისე ვიყავს იცო აჯიკას? არა აი ამ აჯიკას? აბა მოდი შენს. ეს წონემ დაგაცნო. რაღაცა იცის ბებოს რეცეპტიო და აშკარად რაღაცა იცის ისეთი, რაც სხვაობა არ იციან და რაღაცა ინგრედიენტი აქვს საიდუმლო. ნინო აღიარე. გაგვიმხილე. დაიტოვა საიდუმლო პრინციპში და უფრო მეტი გაიყიდა. ბოლო ლოკაცია, სადაც დღეს მივდივართ, არის ისევ მცირე მეწარმის ოჯახი, თამუნასთან მივდივართ ახლა, რომელიც სახლში აცხობს ტორტებს, ნამცხრებს და ძალიან ბევრ გემრიელობებს, ასე რომ წავედით ბავშვებო. ბევრს აქვს ხო გახსნილი ავეჯის სახები ნატო? ხო. თურმე ყოფილა ესე იგი ახალდაბა. მე არ ვიცოდი ეს. არსებობდა კი, აბა ახალდაბის ავეჯი ცნობილია ძალიან. ჩემ დროს უკვე აღარ იყო ეთყობა. ჩემ დროს უკვე აღარ იყო, ჩემ დროსაც უკვე აღარ იყო. ბოლო პერიოდში. და ადამიანებმა გააგრძელეს ტრადიცია, ხო და სახლში აკეთებენ. ოჯახებში აქვს. ხო. ბნელ 90-იანებში დაინგრა უბრალოდ ავეჯის ფაბრიკა და მე ახლა კერძო ბიზნესებად აქვს ბევრს. კი, ძალიან საინტერესოა ის, რომ ეს მცირე მეწარმეობა კარგად არის განვითარებული ახალდაბაში. მეტნაკლებად კარგად არის. სულად კარგად ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ავეჯის ისა უფრო უკეთესადაც შეიძლება და საერთოდ უფრო თუ იქნება ცოტა მეტი ხელშეწყობა, ხო, ეს მცირე ბიზნესები ძალიან კარგად განვითარდება. თუნდაც განათლების კუთხით. აი, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა დღეს, თუნდაც რომ გარკვეულად რეკლამირება როგორ გააკეთონ თავიანთი საქმე, როგორ გააცნონ სხვებს, რაღაცა ესეთი მინიმალური ცოდნასაც თუ კი მიიღებენ და ამაში ხელშეწყობა ეკრებათ, უფრო მეტად გაუჩნდებათ სურვილი. ნამდვილად გეთანხმებით, იმიტომ რომ სად არიან ადამიანები, ვინც ჩვენგან რამე უნდა იყიდონ, ესენი არიან ინტერნეტში. ნამდვილად. წავედით თამოსთან. მოვედით. როგორ ხარ? თქვენ როგორ ხართ დიადა? რა მიქა? ჩემი ნონიკო. როგორ ლამაზი? დაბადება. ეხლა თამო უნდა გაგაცნოთ, თამო. ეს სასახლური ტორტი ხო, თამო?
ეს ფელამუშის ტორტი ხო არა? თუ რაღაც ეს ფელამუში ვიტაკ. რის ტორტია ეს? შოკოლადის ტორტი. შოკოლადის ტორტი, ხო? ექსპერიმენტად გავაკეთე უცებ. აჰა, ძალიან კაი. თამო, როგორც ვიცი, ახალდაბაში საკმაოდ სახელი აქვს განთქმული შენს საოჯახო კულინარიას და განსაკუთრებით საკონდიტრო ნაწარმს, ხო? ეს იქნება ტორტი, ნამცხრები, პასკები და მე თვითონ მაქვს დაგემოვნებული და შეკვეთილი საღდგომოთ პასკა. და რაც ძალიან იშვიათობაა, სახლური გემოები. ეს ყველაფერი შეგვიძლია დავაგემოვნოთ ახალდაბაში თამუნასთან და შევუკვეთოთ, ხო? და მაინტერესებს ეს იდეა საიდან გაგიჩნდა, საიდან წამოგივიდა შენ ფაქტიურად, ხო? მცირე მეწარმე ხარ, ხო? ამ კუთხით. ან ძალიან მიყვარს ნამცხრები და ტორტების ცხობა ძალიან მიყვარდა და აი აქედან დავიწყე ეს იდეა, ვეთხრი ძალიან ისე თხოვეს გამიმზადეო და რო ძალიან დიდი მოწონება დამისახურე, მე ვიფიქრე რატომაც არა. აჰა, მშვენიერია. წელიწადი და 3 თვეა. მეტი არა. ჭკვიანურია, წამოვიდა მოთხოვნა, გაჩნდა პროდუქტი. და რომ დავჭრეთ და დავაგემოვნოთ სახლური გემოები. ხარი დამარტია ესე იგი შოკოლადი. შოკოლადის ტორტი არის, შოკოლადის კრემპატისი არის, კრემით არის, აჰა. გაფორმება. ექსპრომტად არის. თენკები. ნახოთ დავაგემოვნ. ისა როგორია? აქ ჩამოხვალ ლუტრეში დაისვენებ, იქ კარგი სივრცე, რაღაცა ეზო. მე ნინოს აჯიკით შეაზავებ ციუ-ციუ სალატს. დესერტი მოგინდება და აგერ თამუნას სახლური ტორტები და მოკლედ ყველაფერი ახალდაბაში. ხო და თან თუ გინდა, კიდევ ხო იქ რა ქვია, გოგირდის საბანოები, საერთოდ ხო გამოჯანსაღებელი ყველაფერი. ხო და კულტურის ძეგლებს ნახავ კიდე იმდენს. შვენიერია. ფოთლოვანი წიწოვანი შერეული ხეები, ტყეები. ზღვის ხალხობის კიდე დასავლეთით. ეგენი ვილაპარაკე მე იქ. დღეს ყველაფრის მიღება შეიძლება. აუდერე ბაშკად. გემრიელია თამო. ძალიან გემრიელია. თან როგორი ცივია. ო. მირთვით გემრიელად ბავშვებო. დამოვიწყდა ვიდეოს თავშივე რომ მე თქვა რატომ ქვია ახალდაბა ძალიან მაინტერესებდა ამ დასახლებას და თურმე ძველი სახელი ცნობილი არ არის რადგან შემოსევების დროს ადამიანებს უწევდა და აყრილიყვნენ და გადასახლებულიყვნენ და შემდეგ უკვე ახალი თაობა სახდებოდა ამ მიწაზე და ზუსტად ამიტომ ქვია ახალდაბა. ჩემი განსაკუთრებული რეკომენდაცია მშობლებო თქვენ რომ დაასვენოთ თქვენი პატარები გამორჩეულად ლამაზ და ჯანსაღ შვიდ გარემოში. ასევე ახალდაბაში დასვენებას ვურჩევ მათ, ვისაც უნდათ რომ ჩაუღრმავდნენ და იპოვონ საკუთარი თავი. ახლა მე უნდა დაგემშვიდობოთ. ახალდაბის ტური ამით დასრულებულია. თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი და იმოგზაუროთ თამთასთან ერთად საქართველოს გარშემო.